ნინო ბურჯანაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ჩვენება შესაძლოა პროკურატურისთვის უბრალოდ სუსტ მტკიცებულებად იქცეს. ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც საგამოძიებო უწყებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის სასტიკ დარბევასთან და ტელეიმედში შეჭრასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. თუმცა დღეს ბურჯანაძე აცხადებს, რომ კანცელარიაში გამართულ თათბირზე არანაირ დანაშაულებრივ სქემაზე საუბარი არ ყოფილა. ეს განცხადება ბურჯანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეახსენა პოლიტიკოს, რომ მას დანაშაულის შესახებ ადრე უნდა ეცნობებინა პროკურატურისთვის. დღეს ნინო ბურჯანაძემ ისიც გაიხსენა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების დამთავრებაზე რომ არ ყოფილიყო მოწოდებები, დარბევაც არ იქნებოდა. გამოდის, რომ 7 ნოემბრის აქციის დაშლა შეიძლებოდა 26 მაისის კი არა. რა არგუმენტები აქვს ნინო ბურჯანაძეს? ბელა ზაქაიძე განაგრძობს თემას. ბელა გისმენთ. ეს არის ნინო ბურჯანაძის ჩვენება, მთავარი მტკიცებულება 7 ნოემბრის საქმეში, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს და ნინო ბურჯანაძის ჩვენების მთავარი ნაწილი ეხება სწორედ კანცელარიაში 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ თათბირს. სწორედ ეს დოკუმენტი, სწორედ ეს დეტალი ეფუძნება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებას, თუმცა როგორც ნინო ბურჯანაძე დღევანდელ განცხადებებში აღნიშნავს, 7 ნოემბერს კანცელარიაში ჩატარებულ თათბირზე არანაირი დანაშაულებრივი გეგმა არ განიხილებოდა ტელეიმედთან დაკავშირებით და ტელევიზიის მაუწყებლობის შეჩერების საკითხზე მსჯელობა აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება იყო. 7 ნოემბერს ტელეიმედის მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით გამოძიების დაწყებას მთავარ პროკურატურას კახა კოჟორიძეს თხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 7 ნოემბერს კანცელარიაში გამართული თათბირის მონაწილე ნინო ბურჯანაძე კანონმდებლობით ვალდებული იყო დანაშაულებრივი გეგმის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის შეეტყობინებინა. თუ ის არგუმენტი ითქმება, რომ მაშინ მოქმედი პრეზიდენტის თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ამ ინფორმაციის მიწოდება პოლიციისთვის რამდენად გამართლებული და რამდენად ლოგიკური ქმედება იქნებოდა, ამაზე პასუხი არის ის, რომ როგორც ვიცით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძე. შეუტყობინებლობა, ანუ იმ პირის მიერ ინფორმაციის არ მიწოდება, არ შეტყობინება, ვინც იცის, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება, ან ნამდვილად ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თავის მხრივ წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით. აქედან გამომდინარე პროკურატურა უნდა დაფიქრდეს და არა მხოლოდ დაფიქრდეს, არამედ ძიება წარმართოს ამ კუთხითაც. როდის რას ვიტყვი, ამას ნურს კოჟორიძე მიკარნახებს და ნურს ნურავინ სხვა. მე ძალიან კარგად ვიცი, როდის რა უნდა ვთქვა. ბურჯანაძის განცხადებით კოჟორიძე ცდება, როდესაც დანაშაულის შეუტყობინებლობაზე საუბრობს. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ამტკიცებს, რომ 7 ნოემბერს კანცელარიაში ტელეიმედთან დაკავშირებით დანაშაულებრივი გეგმა არ განიხილებოდა. მაუწყებლობის შეწყვეტაზე მსჯელობას ბურჯანაძე დანაშაულად არ მიიჩნევს. არანაირ თათბირს, სადაც რაიმე სასტიკი დარბევა იგეგმებოდა, მე არ დავსწრები ვარ. თუ გაეცანით თათბირის დეტალებს, რომელზეც მე ვსაუბრობ, ალბათ ისიც ნახეთ, რომ იქ არ არის იმედის დარბევაზე ლაპარაკი, იქ არის მაუწყებლობის შეწყვეტაზე ლაპარაკი. მაუწყებლობის შეწყვეტა იგეგმებოდა და ეს კანონიერი. არა, ვერ გავიგე ხა დაკითხვას მიწყობთ თუ რაშია საქმე, მართლა ვერ გავიგე. გიპასუხეთ 10 ჯერ. ძალიან კომპეტენტურად გცემთ პასუხს ყველაფერზე, რასაც მეკითხებით და ვერ გავიგე ხა 10 ჯერ რატომ უნდა გაგცეთ ერთ და იგივე პასუხი. კანონიერად განიხილებოდა მაუწყებლობის რა თქმა უნდა, თქვენ ეტყობა არ იცით სახელმწიფო რა არის, არ გესმით რას ნიშნავს სახელმწიფოს მმართველობა მით უფრო კრიზისულ ვითარებაში. რა თქმა უნდა, კანონიერი იყო იმისი განხილვა, იმედი უნდა დახურულიყო თუ არ უნდა დახურულიყო. და რა უნდა გამეცხადებია ქუჩაში, რომ სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება იყო რა პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად და ქვეყნის გადარჩენის ნაცვლად ჟურნალისტი ვითმოქმედა და რასაც გავიგონებდი, გამოვარდნილიყავი და ქუჩაში მელაპარაკა. თქვენ ეგეთი პოლიტიკოსები გჭირდებათ ქვეყანაში, როგორც ჩანს. ბურჯანაძის ჩვენების ის ნაწილი, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კანცელარიაში 7 ნოემბრის თათბირზე საუბრობს, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის ერთ-ერთი საფუძველია. პრეზიდენტის კანცელარიაში პრეზიდენტთან და ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან მიმდინარეობდა საუბარი ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის გათიშვის თაობაზე. ხსენებულ შეხვედრას ჩემი და მიხეილ სააკაშვილის გარდა ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ივანე მერაბიშვილი, ნიკა რურუა, მაია ნადირაძე, კახალომაია და შესაძლოა კიდევ სხვა პირები. პრეზიდენტის და ჩამოთვლილი პირების მიერ აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ქვეყნის მოსალოდნელი საფრთხების თავიდანაცილების მიზნით აუცილებელი იყო ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის შეწყვეტა.
ბურჯანაძე 7 ნოემბერთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებსაც აკისრებს და ამბობს, რომ რომარა ხელისუფლების დამთავრების მოწოდებები აქციას არ დაარბევდნენ. იქ მყოფ ადამიანებს, სხვათა შორის, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციის მეტი წინდახედულება რომ გამოეჩინათ და არ მოეწოდებინათ იმისათვის, რომ დავამთავროთ დღევანდელი ხელისუფლებაო, არც რიყეზე იქნებოდა დარბევა და არც შეიძლება იმედი არ დახურულიყო. ესეც გამოსაძიებელი გახლავთ. მსგავს მოწოდებებს მის მიერ ორგანიზებულ 2011 წლის მაისში ორგანიზებულ აქციებზე გამორიცხავს. ჩვენ უკან არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ჩვენ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას რომ წავიდეს. ბურჯანაძის პასუხისმგებლობა პირველ რიგში 26 მაისის ამბებზეა დასაყენებელი. მე მის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ 7 ნოემბრის აქციის გადაწყვეტა, პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის მხრიდან მე არ მიმაშნია დანაშაულად. ნინო ბურჯანაძის ამოცანაა, რომ იგი მართალი იყოს ყოველთვის 2007 წელსაც, 2008, 2011 წელსაც. როდესაც იგი იყო ხელისუფლებაში, მართალი იყო ხელისუფლება, როდესაც იგი არის ოპოზიციაში, მართალია ოპოზიცია. დადგა დამარ მარვილთა გვერდით და მან გამოაცხადა და ხარი დაუჭირა საქართველოში საგანგებო მდგომარეობას. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ იყო ეს იურიდიული დანაშაული თუ მორალური, ჩემი შესაძლებელი არ არის, მე იურისტი არ გახლავარ. ბურჯანაძემ დღეს განმარტება 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ 9 ნოემბერს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ საზოგადოების მოსაწონ განცხადებებს მაშინ ვერ გააკეთებდა. 8-დან 9 ნოემბრის ღამეს ჯარში იყო სერიოზული საფრთხე აჯანყების და მე ახლა თქვენ მოსაწონი განცხადების საფასურად ქვეყანას ომის საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებდით. მე გავაკეთე ის განცხადება, რაც იმ წუთში საჭირო იყო იმისათვის, რომ ქვეყანაში არ დაძაბულიყო სიტუაცია და არა ის განცხადება, რომელიც შეიძლება მე შიგნით არაერთგზის მეთქვა გუნდში, მაგრამ რომელსაც შეიძლება ვითარება კიდევ უფრო დაეძაბა. დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას დანაშაულის შეუტყობინებლობის მიმართულებით და შეისწავლის თუ არა საკითხს თავის დროზე რატომ მოხდა დანაშაულებრივი გეგმების დაფარვა, რის გამოც სააკაშვილს ედავებიან ჯერჯერობით უცნობია. როგორც უკვე გითხარით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბურჯანაძის ჩვენებიდან ერთი კონკრეტული ეპიზოდი ეხება ტელეიმედთან დაკავშირებით საკითხს, მხოლოდ ამ ეპიზოდზე არის კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, რაც შეეხება ჩვენების სხვა ნაწილს. იქ სააკაშვილის წინააღმდეგ ბურჯანაძე კონკრეტულს ვერაფერს საუბრობს და ზოგადად ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით სააკაშვილმა მიიღო, თუმცა რა გარემოებაში მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და კიდევ სხვა რა მტკიცებულებებით შეუძლია ამ ფაქტის დადასტურება ბურჯანაძეს ჩვენებიდან არ ჩანს. ვნახოთ სასამართლო როგორ გაიზიარებს ბურჯანაძის ამ ჩვენებას.